ძვირფასებო, ნიორი მაქვს, ხახვი, აქ გახეხილი სტაფილო, აქ მოხარშული ბრინჯი მაქვს. მოკლედ, ისევ ასე დავაყენე და ეხა მე შევიხედი, ესენი ხო გამზადებული მაქვს, ფარშსაც გამოვიტან. ხო და მოკლედ რას როგორ გავაკეთებ არ ვიცი, როგორც გავიკეთები, ესე გავაკეთე. ავარია, გემრიელი გამოვალ და რომად გამოვიდეს იგი მინდა. ხო, კაი, ეს ტაფა გახდეს. ჩუმად, აბა ჩუმად. ჩემი ფლავი, იმედია მოგეწონათ, მე ძალიან მომეწონა, მუხას ხომ მithumetes, ხო და ხარია, ვისაც უნდა და ეს ადამიანი არის კმაყოფილი. არ მოველოდი, ესეთი კაი თუ გამომივიდო და მართლა და რატომ და იმიტომ არ ველოდი რომ ერთხელ მსგავსი იმით ბრინჯით რომ გავაკეთე, ჩამეშალა. ხო და ეხლა ჩუმად ვიდეოს ვიღებ, ჩუმად ვიდეოს ვიღებ. მოკლედ დაგინდა. იმას ვაკეთებ ეხა. მოკლედ ეხა ფაშს ცალკე მოვთუშავ, სტაფილოს და ხახვს და ამას ცალკე. ხო, ესე გავაკეთებ. всё, სადაც ეგ. ეხა პირველი მოვთუშოთ ფარში. ევრიზეთი არის და ძალიან ცოტა დავასხე, მაგრამ აბა დაიცა თუ მოვატრიალე. აი ძიედე Cheeseburger საკეთებს. დაიცა დავახურო ცოტა გაიშალოს და მე იმას ვიზამ კიდე. ჩუმად, დეგა. რა არის გოდეცი? ესე და მე დავშლი კიდე. ხო, იმისთვის მინდოდა ეხა წესიერა. ხო. ბავშვი. ჩუმო. დეგა. ჩუმად. ცოტა დაბალზე დავაყენებ ეს წამი და თან მოურევ. მაგერმა გავს უცე ეს გავყინულია და იგავას რა ქვია? ფალში ხორცია დედიკო გატარებული. Hello, pet. გოდე თუ წესიერად მოიქცევი, მაშინ კი განაგრძე და თუ არა და ძალიან მეწყინება იცოდე. სადაგე? ის პროგრამ ძალიან გაყინულია. წარეკნება, ხო? არც ისედე. ნახო, ბევრია. წვიან საკეთებ. არა. ოცი.
ხო, არ გაიშალა. კაი. დავახუროთ აბა. მოკლედ სანამ ის ითუშება, დედიკო ხახვია მან. ამისგან წყალი არ გადამიწურია, ზემოდან ავიღებ მშრალად და მერე დანარჩენს გადავწურავ. შეიძლება ამდენი არც დამჭირდეს, ნახავ იმის მიხედვით და მერე დავამატებ. დანარჩენისგან ფაფას გავაკეთებ. So, ეგ იყოს ახლა. ესეც კი ისე კარგად მოიხარშა, ისე კარგად რომ რა ვიცი ხალხო. მიკვირს ამდენი ბრინჯის. ნაი, რამდენი მაქვს? და არის რომ ზოგი საერთოდ არ უკეთებს ბრინჯს. მე მოკლედ ცოტას ამოვიღებ. რო შევხედო და მერე დავამატო. აი ეს. ეხლა ეს უკვე მზად არის, გამაგრაზა დამზადიან, მაყვირა. ესე იგი, ბავშვი და ეგეთი მე არ მინახია რამეს გავაკეთებ, ხახვია. ნახევარზე მეტი ხახვი ასე იღებს, თურმე მიაქვს და იქეთ ყრია. და როგორია, ეხა ამ ყველაფერზე მერე ისე ჩუმად უყურო. გავბრაზდი ძალიან. მოკლედ, ეხა ხავს და ნიორს დავყრი პირველი. აიცად მოვაბრუნო. რო ხედავ ჩემს იმას გადასხილში. Safety. Alright, so the whole უნდა დავყარო. ამასთან
მივიჯებ ფერმენტი და მეორე. Oh, David. ხილად რა არის? დავამატებ. საერთოდ არ უკეთებდი ფაშს და ვაკეთებდი ბრინჯით, საფილო ხავხით და სუნელებით და ძალიან კარგი იყო, ხო და ხორცი ცოტა მაინც ხო ექნება, ასე რომ იყოს, იმიტომ რომ მე რო არ მეყოს იმ ბლინებზე, ეგეც არ მინდა და თუ გადამჭება ბლინებს ამ საღამოსაც უცებ დავაცხო და იმას ვიზამ, რა ქვია. აი? ამაში ჩავა. რა მოხდა? რა არის დედა? სად არხა? სად გოდეჭი? შენ დასვი? მოდი შენ ჩემთან დაჯექი, ოღონდ საქმე არ გამიფუჭო. კარგი? კარგი? კარგი იდე. კარგი იდე. No. David, ეს რა არის და? ბრინჯი. აი, ხელს გადავიდე და წავიცე. გოდეცი. საერთოდ არ მიხვიდე მაგ ბავშვთან. მე გითხარი, ნუ დაგყავს, ზურგით ეთკინება მაგას, შენ ვერ დასვამ მეთქი გემრიელად. კაი დედა, შენ შემოგინდი, შენ არ იყირო დედიკო და ნახე მამიკო მოვა მალე, მოკლედ სტაფილოს ჩავავატებ ახლა. დაიცადაბა მოგაბრუნოთ და გაჩვენოთ. აი, ხოს ჩანს. აი. ჩანს, ახლა მოვიოთ. ეს რომ მოითუშება კარგად. მერე დავამატებ სუნელებს ამაში. ბლომად გამოგვივა. შევიდა მაგალითად მარტო ფარშით აკეთებს, მაგრამ მე ასე ვაკეთებ. დედიკო, ცხელია. შენ რატო გააბრაზე დედა? რატო აყვირე დედიკო? მაყვირა. ქალბატონმა. ესე. დავაფაროთ. ესე. დედას გოჭი, გოჭუნა. დედიკო რატო გააბრაზე? ბაბა ახება. ეს მოგავასწორე შენ? აი ის. და შენ ასი ქექები მანდ, ბიჭო. რა გაგხსნი? კაი. ვაუ, ბლომად გამოდის. ძალიან რბილია. ჩემი ბრინჯიკები, მახსოვს ჩემი მეზობლის
ბიჭების ქორწილი იყო გიორგის და ბაჩასი და წამოიწყო ჩემმა მეზობელმა კოკომ ძალმა რა ყვანებმა ამის გაკეთება რამოდენიმე გამოაცხო და მე გადმოვაბარა მე აი 300 კაციანი ქორწილი ჰქონდათ და 300 კაცზე აი რამდენი დაგჭირდებოდა ვაცხობდი ესე ძალიან მოსაბეზრებელია როდესაც ტაფებს არ ანაცვლებ ანუ რამოდენიმეთი თუ არ აცხობ ძალიან დიდი დრო უნდა ამბლინებს ისედაც მუხრანი მეუბნებოდა შენავას მთელი ღამე მოუნდები იმიტომ რომ მე ერთი ტაფით ვაკეთებდი იქ უფრო პატარა ტაფა ჰქონდათ და უფრო პატარა ბლინჩიკები გამოდის მაგრამ ძალიან კარგია ეს უფრო პატარა ტაფა უფრო პატარა ზომის მე არა მაგ პატარა ზომის მაგრამ ის შეჩაიდო კაი დედა ნაგავში უნდა ჩააგდო კაი ჩემი გამოიშ რატო გააბრაზი დედიკო როგორ მაყვირე დე რატო აყვირე დედა ჰა დედასი როგორი ჩანჩურადა დიხარ დედიკო გოდეს მაიკებს ვაცმევ შიგნით იმიტომ რომ მე ეს მუცელი არ ჩანს და დაფარული აქვს მოკლედ თან რეცხავ რაც დავსვარე ეხლა გავაკეთებ სუნელს შავბილბილს ქონდარი არ მაქვს მაგრამ აი ესეთი მაქვს და რახან ხელი სველი მაქვს ამას ვერ დავაკუცმაცებ ასე რომ აი ესე ჩავამატოთ შევჭამდია მას უკვე დაურე გამოფრანიზა თუ არის სუნელები მომატანი კოდეცი წესიერად მოქცევაც შეგიძლია არა სუდი არის აი ესეთი რაღაცები არის ამ ქონდაში ხეროები გეგა რა უკნა რა მოგბუდათ მასე ხო არ მაინტერესებს რატომ მოგუტე დაიას არ მაინტერესებს რატომ გაკუტე არ ვიცი ჩემი გამარსი დაიცა მამიკო მოვიდეს უთხარი როგორ გაუბრაზდეს ნახოს მერე იმან კარგიდე მამა გაუბრაზდება მამა იცავს ადას მე არა მე სამართლიანად მიყვარს მოქცევა ეხლა არ იყავი დედიკო მართალი მაგრამ რაც არის ეგ არის დედას გასალე ეს ფექები დედა გააბაზე კი რატო გამიფუჭენი ოდიდე ან ხახვიდე და რამდენი დაყალედე ბევრი დაყალე მიყვარხარ ხაიდე მოვიოთ დაჯექი მოვიოთ ხშირად თორე დავწუავ ადახოს ჩანს იქ
აი სონია, აი მაგარი. მაგარი სონია და მე მიყვარს ამისი შეხლება. სად იქნება და მოვა. ეხლა ჩავყაროთ ამაში. ცოტა დავტოვე. ზაზი ქონდა იმ ცოტას დატოვებას არ ვიცი, მაგრამ გეგა ჩუმად გეგა ახლოდანაც გაჩვენებთ. დავამატოთ. რა ვიცი, მე არასდროს არ მოუთყვები ვარ ჩემ თვალს, ასე რომ რახან თვალის ზომით ვაკეთებ ყველაფერს. და იყოს სასცე და ყველაფერი ჩავყავთ. მოვიტანო ახლოს. მოგლეთ. აი ასე. ნახეთ. კიდევ კარგად უნდა მოურიოთ და სად არის? გაცივდება და დავიწყებ შეხვევას. ვისაც ბევრი ფალში არა გაქვთ, ასე სცადეთ და ნახეთ თუ არ მოგეწონოთ. და ვიცი, მე ძალიან ხშირად ვაკეთებდი ასე, თქვენ წარმოიდგინეთ და ფალშის გარეშე, იმიტომ რომ ხორცი არ მქონდა და ძალიან მოსწონდათ, რა ვიცი ხალხო, მოსწონდათ და რაც იყო იმას გიყვებით ეხლა. ეხლა უნდა გავსინჯოთ, რა თქმა უნდა. აი ასე. თქვენ წარმოიდგინეთ, მარილსაც არ საჭიროებს. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია მართლა. საერთოდ არაფერი არ უნდა. საერთოდ არაფერი, ისეთი მაგარია. მართლა მაგარია, ხალხო. აი ესენი გამოვაკ, ნახეთ. ქონდარის პატარა ხეროები. ქონდა? დაფქული არ მქონდა, თორე ის არ იქნებოდა შიგნით. ძალიან მაგარია. სცადეთ რა, მართლა. და დამიწერეთ თუ ვინმეს არ მოგეწონებათ მე. თუმცა მე ძალიან იშვიათი ის მაქვს. ყველას არ მოსწონს ის, რაც მე მიყვარს. ასე რომ, რა ვიცი. ძალიან მაგარია. გაცივდება და დავიწყოთ შეხვევა. ციფასებო, მზად მაქვს ცოტა მარილი მაინც. მოდი და მოდი ხერხაზე იქნება რა. დავამატე.
სულ ცოტა. 6 საათზე იქ იმას დასარები. გამისინჯედა? გინდა? ოჰ, ეს გამისინჯო. ეს. მე ეს. გამოგაქვს საერთოდ პირში. იას. ხო და მოკლედ ეს გადავწმინდე ჩაის სტილოთი. ხალხო მაქვს ის სილიკონი. უბრალოდ მაინც აქ მირჩევნია ხოლმე და მარტო მე არ ვაკეთებ სიმართლე გითხრათ ესე სავსეა უცხოელები ასე რომ აკეთებენ ასე რომ რა ვიცი ჩემთან Stanley. აი ნაკეთ მოკლედ ეხლა ჯერ ამას ვაკმარ ბევრი ხო. მე ყოველთვის ბევრს ვდებ ხოლმე ბევრი ხო რა ისე ხორცი. ხორცი ბევრი ხო რა. არა კაცო აი ნახეთ არა ყდება დიდია რა თქმა უნდა ყოველთვის დიდს ვაკეთებდი იმიტომ რომ ნახეთ იქ შუაში იყო ერთ ადგილზე ის რა ქვია ის გახეული. დახეული იყო მაგრამ ეს არაფერი აი ასე ცვილფასებო ძალიან მაგარია მოკლედ ამდენს არავინ არ დებს რა ვიცი მე რო უყურებს სულ ცოტა რაღაცას უშვებიან მაგრამ როდესაც მაქვს რა მნიშვნელობა რა 4 გიჭამია და მაგას დავნაყრები ხარ და რა 2 გიჭამია და მაგას ახლა ეს 2 ცალი 4-ს ნიშნავს. აი მე მახსოვს ჩემი მული აკეთებდა ამას ბლინებს რო აცხობ და სუ იმაზე ჯუჯღუნებდა რომ რატომ სკდება ასე შეხოვის დროს ტყდებოდა ნახეთ არ ტყდება უნდა გააკეთოთ ძვირფასებო ძალიან ხელი ცომის რეცეპტიო მითხრა რაღაცამ დამიწერეო ცომის რეცეპტიო მასწავლეო და დავწერ აუცილებლად გიპასუხებ კომენტარში ეხლა უბრალოდ ეხლა ვნახე მაგ კომენტარი და ვერ აი ეს მინდა რომ ჩავამთავრო თორე აუცილებლად დავწერ აი აქაც მაგრამ ის არაფერია შიგნით უნდა მოვაყოლოთ თუ არის გახეული აი ახაც გავხიე აი ასე აქ მიდევს მაცივრის რა ქვია მუხა ეს საყინულეში რაც დევს ის პერგამენტის ქაღალდი ჩავაფინე და აი ნახეთ როგორი თხელია ძალიან თხელია მუხრანიც მეუბნებოდა ეს ნამეტანი თხელი ხო არ არის თათიაო მაგრამ გამოვიდა და პირიქით უკეთესი ამაზე უფრო თხელებს აკეთებენ ჩინელები ორთქლზე აკეთებენ ისინი და მე ხა მაგდენს ვერ გავრისკავ თლად მაგდონისის არ ვარ იმას სხვანაირად უნდა ჩემო მოგიტო აქეთ აი სისწორე დავიცვათ აი ასე ნაი სამფეხზე დადგინდა ესე მე არა აქ ჩანს ეხა ყველაფერი რატო ისე არ ვაკეთებ რომ არ ჩანდეს აი მე გავხიე აკენი დიდა რა მოუხერხებელი აი ეს გახეული აქ თავში მაწყობს ნახე რას მეუბნება მოუხერხებელი ხარო აი დროს გახსნა მოკლედ 2 წამალს იღებ 2ჯერ პუროქსანს და იმას ანტიბიოტიკს 2ჯერ დაჟე? ხო გვიან მოგიწევს იმიტომ რომ 12 საათში ერთხელ? არა დღეში 2ჯერ გიწერია მაგრამ რახან გვიან მიიღე ცოტა გვიან დალიე დღეს აი
უყურე თუ გოზაურებს. ეს უყვარდათ. ასე. ასე ჯანმრთელობა, სიცოცხლე მოგიდო. ეს ცოტა გრძელი რო არის იმას ვუყურე რომ ესე მოაჭრეს. და მოვაჭრათ ჩვენს. ბოლოში რო დარჩება ცოტა დიდი, აი ის ნახეთ. აი ასე. ჩაედია 6 ერთ მწკრივში. მგონი 3 მწკრივი უნდა წავიდეს. შენ 3 წელი ხო გიყო? ხო, კი. 3 წელი ახლა უნდა მოცემაშუქოს. ეს ძალიან თხელია. მართლა ეს მართლა ძალიან თხელია. ცივა მაგრა. ესე. შეჭამ შენ მერე. შევწვა? შეგიწვა? ორცალს ავსინდა. გოდე რა ვიცი ჭამდა და იმედია. ბრინჯი კიდე მაქვს, მაგრამ რა ვიცი, არ დავამატე. საერთოდ მარტო ბრინჯით და სტაფილოთი ვაკეთებდი და ძალიან გემრიელად გიჭამდით. Короче, геганшавария, ра, минжевава педо. Мантанаш гушендо. Да, хороваш бизискуа, бези. Алигаш. О. Ва, рина у гебгидо. Тегебе вайди самезобиозо кумуркиани. Домрегити нафай алигашавария. О. Ну, шабатис мидар тадоби. О, шабатис. გეღანიო? აი ეს. ეხლა თქვენ კი არ გაყურებინებთ ამას სრულად და ამას გაჩვენებთ ჩაგახედეთ. აი, ესე გამოიყურება აგერ. ქაღალდი არის. ხოს ჩანს, აი, ჩანს. ქაღალდი ჩავაფინე და მოკლედ ჯერ ამდენი მაქვს გაკეთებული. აი, საბოლოო ჯამში გამოვიდა ამდენი, მეორე ფენა არის კიდე ქვემოთ. გაიყინება და მე ცელოფანში ჩავყრი.